ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. COVID-19-ის გავრცელება მთელ მსოფლიოში ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა. ერთ გამოკითხვაში 100-ზე მეტი ქვეყნიდან გამოკითხულთა 40%-ზე მეტი გამოფიტვაზე ჩიოდა. რაც ჯანმოს მონაცემებით ხასიათდება გამოფიტვის, სამსახურთან დაკავშირებული მომატებული ნეგატივიზმით და წარმადობის შემცირებით. გამოფიტვამ შეიძლება დეპრესია და მუდმივი დაღლილობა გამოიწვიოს და სამუშაო არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ამაზე გავლენას ახდენს. ფოტოზეა გოგონა ვანეს აოსტელჰორდი. ერთხელ მიხვდა, რომ სამუშაო ძლიერ ქანცავს და სანუკვარ შვებულებაში გავიდა. თუმცა დასვენების ნაცვლად თავი უარესად იგრძნო და სრული გამოფიტვის მდგომარეობაში ჩავარდა. გადაწვის დროს ის გრძნობს თავს თითქოს სამყაროსგან და საკუთარი თავისგან მოწყვეტილია. ასევე ბევრი ფიზიკური სიმპტომი მქონდა. თავბრუს დახვევა, ცუდი ძილი, ფეხების დაბჟუება, გახშირებული გულისცემა, ქოშინი. დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ გადაწვას სამსახურში მძიმე დატვირთვა უწყობს ხელს, მაგრამ ახლა ექიმებმა იციან, რომ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. სხვა ფაქტორებიც შეიძლება მოქმედებდეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწვას განვიცდიდი, მდგომარეობდა იმაში, რომ ოჯახის წევრებს ფსიქიკური დაავადებები ჰქონდათ, ანუ მემკვიდრეობითი ფაქტორი იყო. ამას გარდა ყოველთვის პერფექციონისტი ვიყავი. პროფესიულ ჭრილში საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ყოფილვარ. საუკეთესო სამუშაო ადგილს ვერ პოულობდი და შედეგად მუდმივად რაღაცას ვსწავლობდი, სრულად განსხვავებულ დარგებში. სამსახურს მუდმივად ვიცვლიდი და მთელი ცხოვრება ასე ვაგრძელებდი. ფსიქოთერაპევტი მარიამ პრისი მსგავს ხშირად აწყდება. ამბობს, რომ გადაწვა შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი განსხვავებული ფაქტორით. ბოლოს და ბოლოს გადაწვა ემოციური ან გონებრივი გამოფიტვის ფიზიკური ნიშანია, რომელიც ყოველთვის დეპრესიას უკავშირდება. დიდი ხნის განმავლობაში გადაწვა აღიარებული დაავადება არ ყოფილა. აღიქვამდნენ როგორც ფსიქოსომატური სიმპტომების გარკვეულ ნაზავს. ჯანმომ გადაწვა მხოლოდ 2022 წელს დამოუკიდებელ დაავადებად მიიჩნია. ამასთან სამსახურში ქრონიკულ სტრესთან დაკავშირებით. ხელმძღვანელ პოზიციებზე თანამდებობის პირები, ასევე სოციალური მუშაკები განსაკუთრებული რისკის ზონაში იმყოფებიან. ვანესა პედაგოგად მუშაობდა, სტრესი და გადაღლას ხშირად განიცდიდა. როდის გრძნობს ადამიანი, რომ გადაიწვა? ადამიანი, ვისაც ეს მოსდის, ჯერ ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა. გარეგნულად ისე ჩანს, რომ მართლაც ყველაფერი კარგად არის. იმის გამო, რომ პირველ საგანგაშო სიგნალებს უგულვებელყოფენ. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს ცდებიან. აქტიურ მუშაობას და სხვა საქმიანობას განაგრძობენ. სურთ, რომ ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი რიგზეა. ამ ფონზე შინაგანად სულ უფრო მეტად იფიტები. გადამწვარი კიდევ უფრო მეტად ბეჯითად იწყებს მუშაობას, რათა აღიარება მოიპოვოს, მაგრამ პროცესში რაღაც ძალიან პირადულს ვერ ამჩნევს. საკუთარ თავთან კონტაქტს კარგავენ. ანუ შესაძლოა საკუთარ თავთან არც არასდროს ქონოდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ კარგავენ. რობოტივით ფუნქციონირებენ, რაც გამოფიტვის განცდას იწვევს. ვინაიდან თუ საყრდენი არ არის, თუ საკუთარი თავის ღირსების განცდა არ გააჩნიათ და თავდაჯერებულობა, მაშინ ფარგლების დადგენის შესაძლებლობაც არ გააჩნიათ. არ შეუძლიათ საჭირო მომენტში დიახ ან არას თქვა. საბედნიეროდ ვანესამ საკუთარ თავს ყური მაინც დაუგდო და მკურნალ ექიმს დახმარებისთვის მიმართა. უპირველეს ყოვლისა მკურნალობის ვარიანტები უნდა განვიხილოთ. არის ამბულატორიული და თერაპევტული ვარიანტები. ზოგ შემთხვევაში სტაციონარში ყოფნა არის აუცილებელი, სადაც დასვენება შეძლებ, გარემოსგან იზოლირებულად, საკუთარი თავისკენ გზის პოვნას და ცხოვრებას კვლავ ნათელ ფერებში დაინახა. ვანესას ექიმებმა ზუსტად ასეთი ვარიანტი შესთავაზეს, რათა კლინიკაში მორალურად და ფიზიკურად აღდგენა შეძლებოდა. გადაწვის მდგომარეობიდან გამოსვლას მოწმობს ის, რომ აცნობიერებ თუ როგორ აღმოჩნდი აქ.
მნიშვნელოვანია, რომ კი არ დავაბრალოთ, არამედ საკუთარი მდგომარეობით გულწრფელად დავინტერესდეთ. საკუთარ თავს ნამდვილად დავუსვათ კითხვა. საერთოდ აქ რას ვაკეთებ? რა ხდება? კლინიკის შემდეგ ვანესა შინ დაბრუნდა, თუმცა ჯგუფური თერაპიის სეანსებს რეგულარულად ესწრებოდა, რათა ამის შესახებ სხვა ადამიანებს ელაპარაკოს. ახალი სამუშაოს ძიებაც დაიწყა, რომელიც უფრო მშვიდი იქნებოდა, ვიდრე საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობა. და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით მეტი დროის დათმობა დაიწყა საკუთარი მოთხოვნების მიმართ, ცხოვრებისეული მიზნებისთვის. მარტივად რომ თქვა, საკუთარ თავზე უკეთ ზრუნვა დაიწყა. ახლა 32 წლის გოგონა საკუთარ ამბავს ღიად ყვება და სოციალურ ქსელშიც აზიარებს. ყოველდღიური ცხოვრებიდან სხვადასხვა მოვლენას ვაზიარებ, განსაკუთრებით რომელიც გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. რაც მათ, ვინც ამას გადააწყდება, შეგრძნებას აძლევს იმისა, რომ მარტონი არ არიან. ვანესა ამბობს, რომ ემოციური გადაწვა სასიამოვნო გამოცდილება არ ყოფილა, მაგრამ ზუსტად ამანაჩვენა, თუ ცხოვრებაში რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ნერვული გამოფიტვის არ დაშვების საუკეთესო ხერხია ხარისხიანი დასვენება. უმეტესობისთვის დასვენება ძილთან ასოცირდება. მართლაც ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა დროსაც ნივთიერებათა მიმოცვლა უმჯობესდება, უჯრედები აღდგება, იმუნური სისტემა მყარდება, მაგრამ მაინც სრულფასოვანი დასვენება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯანსაღი ძილი. წარმატების მიღწევა, მოსწრება, ასპარეზობა, ცხოვრება რთულ დავალებებს გვისახავს და უმაღლესი შედეგების მიღწევით მისი გადაჭრისკენ ვისწრაფვით. გვინდა საკმარისი ფულის გამომუშავება, ოცნების სამსახურის მიღება, პარალელურად მუდმივად ვიღაცას ვედრებით. ოჯახიც უნდა შევქმნათ, ამასთან იდეალური. მოკლედ, ყველგან გამოწვევებია. რჩება თუ არა დრო აღდგენისთვის. იტყვით რომ რა თქმა უნდა, მოდუნება, ძილი, ან მეგობრებთან ერთად დასვენება. შეიძლება წამოკოტრიელება და სერიალის ყურება, ან TikTok-ის გასკროლვა. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს საკმარისი არ არის. ვინაიდან ყველა ამ საქმიანობის შემდეგ ხშირად მაინც გამოფიტულები ვართ. მაშ რა არის საჭირო აღდგენისთვის? სრული აღდგენა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დახარჯული რესურსი აღდგენილია. მაგალითად, როდესაც ვარჯიშობ, ან მოხალისად მუშაობ, ახალ რესურსებს ვაგროვებ. როდესაც ასეთი გამოცდილება მაქვს, თავს უკეთ ვგრძნობ. დადებითი ფიზიკური რეაქცია მაქვს, რომელიც კარგ განწყობას უზრუნველყოფს. ქრონიკული დაღლილობა არა მხოლოდ გქანცავს, კვლევები აჩვენებს, რომ ნეირონებსაც აზიანებს, რითაც მეხსიერებისა და სწავლების ფუნქცია ქვეითდება. შეიძლება ტვინის ზომის შემცირებაც გამოიწვიოს. თაგვებზე ცდებმა აჩვენა, როდესაც გამოფიტულები არიან, ჰორმონების სტრესის დონის მატებას იწვევს, ასე რომ დასვენება აუცილებელია. ამერიკელმა ექიმმა და მკვლევარმა, საუნდრა დალტონ სმითმა, შეისწავლა თუ რატომ გვჭირდება დასვენების განსხვავებული სახეობა. ფიქრობ, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ძილსა და დასვენებას ერთსა და იმავედ მიიჩნევენ. უნდა იცოდეთ აღდგენის სახის ამოცნობა, რომელიც ყველას ინდივიდუალურად ერგება. მაგალითად, თუ გამოფიტვა ფიზიკურია, შეიძლება კისრის კუნთები დაგეძაბოს, ზურგი აქტივდეს, ძილი გაგიტყდეს. რა ვიღონოთ? ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინე და გაიღვიძე. ინდივიდუალური განსაკუთრებულობის მიხედვით 6-დან 8 საათამდე დაიძინე. დღეს განმავლობაში გაცნობიერებული სუნთქვის შესვენებები გააკეთე და გასაწელი ვარჯიშები. ხოლო ის, ვინც სამსახურში ბევრს ზის, დღისგან რიგში ფიზიკური ვარჯიში უნდა ჩასვეს. გონებრივი გამოფიტვაც არის, როდესაც ძალიან დიდი ხანი ან საერთოდ შეუძლებელია ყურადღების მოკრება. გულმავიწყი ხდება, შფოთიანი, ადვილად ერთობი და აზრები მუდამ პრობლემების ირგვლივ გიტრიალებს. ამ შემთხვევაში დაგეხმარება ფსიქიკის აღდგენის ხერხები, მაგალითად მოდუნების ვარჯიში და მედიტაცია. ჩინური კვლევის თანახმად ყოველდღიური მედიტაცია კარგად მოქმედებს კუჭნაწლავის ბაქტერიებზეც კი, რითაც ფიზიკურ და გონებრივ შრომის უნარიანობას ამაღლებს. ხოლო გერმანელი მკვლევრები თმის ნიმუშებზე გვიჩვენებენ, რომ მედიტაცია სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს ამცირებს. თუ
თუ მედიტაციის მოყვარული არ ხარ, მაშინ შეიძლება რეგულარული შესვენება დაგეხმაროს. რამდენიმე ხანმოკლე უკეთესია ვიდრე ერთი ხანგრძლივი, მაგრამ მნიშვნელოვანია შესვენების გაკეთება, მანამ სანამ სრულად დაიხლები. სავარაუდოდ მობილურს დასატენად არაერთებ, როდესაც ის 1%-ზეა, არამედ მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მეტი პროცენტია დარჩენილი. იგივე ეხება დასვენებასაც. სამუშაო დღის განმავლობაში ყოველთვის დააკვირდით, თუ რისი გაკეთება შეგიძლია აღდგენისთვის. მცირე შესვენებები დაგეგმე. არ დაელოდოს შესვენებას, როდესაც ელემენტი სრულად განმოხტულია. სენსორული გამოფიტვა მაშინ დგება, როდესაც უკანა პლანზე მუდმივად რაიმე ხმა ან სინათლე ახდენს ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გაგაღიზიანოს, გამოგფიტოს და მიზეზსაც ვერ გაიგებ. შესაძლოა ვერ ამჩნევ, მაგრამ ტვინი ირგვლივ მოვლენებს მაინც ამუშავებს, ამიტომაც შეიძლება მომქანცველი იყოს. შეიძლება სენსორული გადატვირთვა განიცადოთ, ისე რომ ვერც გააცნობიეროთ, ვინაიდან რაღაცას ვერ ამჩნევთ. რა დროსაც სხეული ამ ინფორმაციას ამუშავებს და ამიტომაც მისი დაბლოკვაც შეგვიძლია. სენსორულ გამოფიტვასთან გასამკლავებლად სრული სიმშვიდის შუალედები გჭირდებათ. ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობისას გაცნობიერებული შესვენებები გააკეთეთ. თუნდაც ერთხელ კვირაში უგაჯეტო დღე მოაწყვეთ. საღამოს გასართობად წიგნის სცადეთ. ზოგი კვლევა ამტკიცებს, რომ სმარტფონის ხშირი გამოყენება დეპრესიისა და შფოთის რისკს ზრდის. შეიძლება წარმატობა და აკადემიური მოსწრება შეამციროს. შემოქმედებითი გამოფიტვა, როდესაც ყველა კარგი აზრი გაქრა. პრობლემის გადაჭრა რთულდება და რუტინის ხაფანგში გრძნობ თავს. შემოქმედებითი ენერგიის ახლიდან აღმოსაჩენად აუცილებელია გაოცებისა და აღფრთოვანების განცდის ამოქმედება. მუზეუმში სურათით შთაგონებას სცადე, ან საინტერესო წიგნით, რაიმე მშვენიერით დადგმი. ახალი ადამიანების გაცნობა, საინტერესო საქმიანობა, ასევე ახალისებს შემოქმედებით აღორძინებას. ასევე არის ემოციური გამოფიტვა, რომელიც შეიძლება მოხდეს, როდესაც ყველას ეწყობი. ემოციური გამოფიტვა მაშინ დგება, როდესაც მუდმივად სხვა ადამიანების გრძნობების ზემოქმედებას ექვემდებარები, რა დროსაც საკუთარს საიდუმლოდ ინახავ. სტატისტიკური მონაცემები არის იმის შესახებ, რომ უმეტეს ზრდასრულს ძალიან ცოტა ზრდასრული მეგობარი ჰყავს. მრავალი ადამიანი ყავს, ვისაც ვჭირდებით, მაგრამ ძალიან ცოტა, ვისთანაც უბრალოდ ხალისი შეგვიძლია. ემოციური გამოფიტვის დასაძლევად აუცილებელია ისწავლო არას თქმა. დაიწყეთ თხოვნებზე ავტომატურად თანხმობის ნაცვლად მოსაფიქრებელი დროის აღება. ასევე ეხმარება განცდის განხილვა სანდო პირთან ან დღიურის წარმოება. და ბოლოს ასევე შეიძლება დადგეს სოციალური გამოფიტვა, როდესაც კოლეგები, მეგობრები, ოჯახი ზეწოლას ახდენენ. მათი მოლოდინები გადაჭარბებულია. შეგრძნება გიჩნდებათ, რომ გარემოცვა თქვენით სარგებლობს და ენერგიას გართმევენ. თუ ამას გრძნობ, მეტი დრო გაატარე საკუთარი თავის პირისპირ. ისეთ ადამიანებთან დაამყარე ურთიერთობა, რომელიც ენერგიას გაძლევს. ერიდე მათ, ვისთანაც ურთიერთობა გამძიმებს. კიდევ მნიშვნელოვანი რჩევა, თუ დაქანძულობას გრძნობ, მიზნებზე და გეგმებზე უარი არ უნდა თქვა. ნაცვლად გრძნობების მიზეზი გამოიკვლია და აღდგენის ხერხი მოიძიე. კვლევები აჩვენებს, რომ იმ დღეებში, როდესაც პროფესიონალები კარგად დასვენებულები არიან, სამუშაოში უფრო ჩართულები არიან, მეტ ინიციატივას ავლენენ და კოლეგებს უფრო ხშირად ეხმარებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასვენება არა მხოლოდ სასარგებლოა, ასევე მნიშვნელოვანია შრომის უნარიანობისთვის. ასე რომ დასვენება ფუჭი დროის ხარჯვა საერთოდ არ არის. პირიქით, ეს არის ხარისხიანი დახმარება მიზნის მისაღწევად და ჯანმრთელობისთვის. ამასთან უამრავ სასიამოვნო განცდას იწვევს. გიგანტური ასტეროიდი დედამიწისკენ მოემართება. მასიური განადგურებით იმუქრება. საბედნიეროდ ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტურად. კოსმოსურ სხეულებს კარგად იცნობს გერმანელი ასტრონავტი ალექსანდრ გერცტი. ანტარქტიდაში კვლევითი ექსპედიციის დროს მეტეორიტების ფრაგმენტები შეაგროვა. დანამდვილებით ვიცით, დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდებიც შეეჯახება. ვერ განსაზღვრავთ, მხოლოდ ვივარაუდებთ. შეჯახების დროს თავის დაცვა რომ შევძლოთ, ჯერ უნდა გავიგოთ, როგორ დავიცვათ თავი. Dafür müssen wir wissen, wie das geht.
ამიტომ ESA-ის ახალი მისია HERA უკვე ასტეროიდისაკენ მიემართება. ევროპული ზონდი 2 წლის განმავლობაში იმოგზაურებს, რათა ასტეროიდ დიმორფოსს მიაღწიოს. ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება. 2021 წელს NASA-მ საკუთარი ზონდი გაუშვა. საცდელად ის მიზანმიმართულად შეიჯახა ასტეროიდს. მეცნიერებისთვის, რომლებიც დედამიწიდან აკვირდებოდნენ, ეს უზარმაზარი წარმატება იყო. ექსპერიმენტმა ასტეროიდის ორბიტა შეცვალა. ევროპული HERA კრატერს შეისწავლის, რომელიც დარტყმის შედეგად დიმორფოსზე წარმოიქმნა. 2024 წლის სექტემბერში კიოლნ-ბონის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ანტონოვის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი იდგა. მას ზონდი ამერიკაში გაშვების ადგილამდე უნდა გადაიყვანა. ზომით ეს ზონდი თითქმის მიკროავტობუსს უტოლდებოდა. ყველაფრის სწორად შესასრულებლად ადგილზე მისიის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ეს დღე ევროპისთვის განსაკუთრებულია. პირდაპირ კოსმოსურ ისტორიას ვწერთ. HERA-ს ფლორიდაში ვგზავნით, გაშვების მოედანზე. ეს მარსის ორბიტის მიღმა მიმავალი მისიაცაა, ინტერპლანეტარული. მიზანია ასტეროიდამდე მისვლა, პლანეტარული თავდაცვის გამოცდა და დამტკიცება. ანუ კაცობრიობის უნარის გადამოწმება, რომ ასტეროიდების ტრაექტორიის შეცვლა და დედამიწის დაცვა შევძლოთ. HERA-ს მეშვეობით მეცნიერები ბევრ კითხვაზე ელიან პასუხს. რა მასისაა ასტეროიდი? რისგან შედგება? NASA-ს ზონდის დარტყმით რა ზომის კრატერი წარმოიქმნა? დაიშალა თუ არა დიმორფოსი ნაწილებად და მხოლოდ საკუთარი გრავიტაცია აკავებს თუ არა? NASA-ს დარტყმამ ასტეროიდის ორბიტის პერიოდი შეამცირა. ადრე შემოვლას 12 საათი სჭირდებოდა. ახლა 11 საათი ნახევარი. HERA გერმანიაში, ბრემენში, OHB-ს კოსმოსურმა კომპანიამ ააწყო. ამაში 18-ზე მეტი ქვეყანა იყო ჩართული, ნაწილებითა და გამოცდილებით. გერმანიამ დიდი როლი ითამაშა. მაგალითად, კამერები ჯენა ოპტრონიკმა შეიმუშავა და გამოსცადა. ამ შეუმჩნევლ მართკუთხედში მინი სატელიტი იმალება. შემდეგ საფარი გაიხსნება და ზამბარა სატელიტს გამოაგდებს, რომელიც ასტეროიდისკენ გაფრინდება. ეს ასე გამოიყურება კოსმოსში. ფეხსაცმლის 5 ზომის 2 კუბსათი ასტეროიდს მეუახლოვდება. კუბსათები რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის დასრულებამდე სანამ გაითიშება საცდელ ექსპერიმენტს ჩავატარებთ. მაგალითად, ერთ-ერთი იუვენტასი დიმორფოსზე დაჯდება. რადარი ზედაპირიდან გრავიტაციის მონაცემებს შეაგროვებს. თუ მისია წარმატებით დასრულდა და HERA-ს 12-მა ინსტრუმენტმა იმუშავა, მეცნიერები დედამიწის ასტეროიდებისაგან დასაცავად მოდელებს შეიმუშავებენ. ჯერჯერობით მათზე საკმარისი ცოდნა არ არსებობს. ასტეროიდები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. ზოგი ქვისაა, ზოგი რკინის. არსებობენ კომეტის მსგავსი მსუბუქებიც, გაყინული აირითა და მტვრით. ამიტომ მათი ზედაპირი სტრუქტურა, შემადგენლობა და სიმკვრივე სრულად განსხვავებულია. ნებისმიერი თავდაცვითი მისია ასტეროიდის შემადგენლობის გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს. უსასრულო კოსმოსში მოგზაური ბევრი ასტეროიდი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ დიდი ასტეროიდის შეჯახება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. დინოზავრები შესაძლოა სწორედ ასეთმა მოვლენებმა გაანადგურა. HERA-ს მისიის შემდეგ კაცობრიობა მომავლისთვის უკეთ იქნება მომზადებული. დინოზავრებისთვის ის საბედისწერო ასტეროიდი დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. ეს 66 მილიონი წლის წინ მოხდა. ისტორიამდელი გიგანტები დედამიწას დაახლოებით 170 მილიონი წლის განმავლობაში მართავდნენ. 1000-ზე მეტი სახეობა არსებობდა. ზოგი მტაცებელი იყო, ზოგი მცენარეებით იკვებებოდა. მათ შესახებ სწავლას დღემდე განვაგრძობთ. სულ ახლახან გერმანიაში მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენები გააკეთეს.
შტუტგარტის ბუნებისმეტყველების მუზეუმის პალეონტოლოგებისათვის ეს დინოზავრის ნამარხი პრეისტორიული ეპოქის კვების შესახებ უჩვეულო ინფორმაციას გვაწვდის. აქ მრავალი საოცრად კარგად შემონახული ნამარხია, მაგალითად, ეს იქტიოზავრი. აქ პატარა იქტიოზავრების მალები ჩანს. ძალიან იშვიათია. გვეხმარება კვების ჯაჭვის გაგებაში, ანუ ვინ ვის ჭამდა. ეს პატარა ფერადი პტეროზავრი წინ გამოწეულ ქვედაყბას არ ატარებს. კბილები და ყბა იდეალურად ამორგებული საყვარელი საკვების მოპოვებაზე. სამუელ კუპერმა ნამარხი დეტალურად რომ შეისწავლა, აღმოაჩინა, რით იკვებებოდა ეს არსება 180 მილიონი წლის წინ. აღფრთოვანებული ვიყავი. დიდი პატივია ასეთ ისტორიულ მასალაზე მუშაობა. ეს ნიმუში 70 წლის წინ შეაგროვეს. ეს შავი უბანი კი ქვის ქვეშ ჩამალული კუჭის ნაშთია. შიგნით პატარა თევზის ძვლების კვალი აღმოვაჩინეთ. ეს პატარა პტეროზავრი უკანასკნელი დაუმუშავებელი საკვებით პალეონტოლოგიურ კვლევას მნიშვნელოვნად დაეხმარა. ადრე მხოლოდ ვვარაუდობდით თუ რას ჭამდნენ პტეროზავრები, კბილების ფორმის მიხედვით. ახლა პირდაპირ მტკიცებულება გვაქვს. შტუტგარტელმა მეცნიერებმა კიდევ ერთ პტეროზავრზე მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ახალი კვლევების მიხედვით, კამპილოგნათოიდესი სინამდვილეში კალმარებით იკვებებოდა და არა თევზებით. ასე რომ საკვების მიგნება სწორია, მაგრამ არასწორი პტეროზავრისთვის. შესაძლოა ამ პტეროზავრს თევზზე უარის თქმა მოუხდეს და იგი თავის პატარა ბიძაშვილს დაუთმოს. სანამ დამატებითი კვლევები არ გვიჩვენებს კიდევ რა იყო ამ მტაცებლების მენიუში. შტუტგარტში ათასობით ნამარხია. შესაძლოა სწორედ ერთ-ერთ მათგანში იმალებოდეს პასუხი. ეს კოლექცია ოცნებაა. ჩვენი მდებარეობაც შესანიშნავი. უამრავი არქეოლოგიური ადგილი გვაქვს. შესაძლოა შემდეგმა ნამარხმა, სადაც დინოზავრის კუჭი კარგადაა შემონახული, კიდევ უფრო დიდი საიდუმლოებები გაამხილოს. ძალიან გვინდოდა თევზი მოგვეპოვებინა, რომელმაც ქვეწარმავალი შეჭამა. ხშირად ვხვდებით ქვეწარმავლებს, რომლებიც თევზებით იკვებებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს პირიქითაც მოხდება. უბრალოდ ასეთი ნამარხი ჯერ არ აღმოგვიჩენია. მაგრამ ისეთი მნიშვნელობის აღმოჩენებს, როგორიცაა თევზითა და კალმარებით გამოკვებილი პტეროზავრები, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.